მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სკოლაში, საპატიო ქოსთან არსებულ სკოლაში, ილია მართლის სახელობის ესეთ არაჩვეულებრივ სკოლაში, ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში. ანუ რა ხდება ახლა? ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ბავშვებს შევასწავლოთ ქართული ცეკვა კერძო სკოლაში. ძალიან დიდი მადლობელი ვარ დირექტორის, რომელიც გვერდში დაგვიდგა და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დასაკვირველია უკვე წელი იწურება სასწავლო წრის პროცესი, მაგრამ მარტიდან უკვე ჩვენ შეგვიძლია ბავშვების მიღება განვაახლოთ და მობრძანდეთ ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში. ჩვენ რეგისტრაციას უკვე დავიწყებთ დღეიდან, დარეგისტრირდით და მარტიდან უკვე შევძლებთ, რომ განვაახლოთ დაწყება ბავშვების, ვისაც სასაკვირველია ამდენი ხნის განმავლობაში არ დაგიწყიათ არსად. გელოდებით ყველას საპატიო ქოსთან არსებულ სკოლაში მარტიდან. ნახეთ ჩვენი ნიუსები, ჩვენს სოციალურ ქსელში. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ჩვენ სარეპეტიციო დარბაზში, თუ რა პირობებში მოუწევთ ბავშვებს სარეპეტიციო დარბაზში ყოფნა და ცეკვის თავარი მოთხოვნა, რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი დარბაზია. ამას ყველა აქცევს დიდ ყურადღებას და ეხლა მიმდინარეობს რეპეტიცია, ჩვენი ბავშვები ვარჯიშობენ, თან გავიცნობთ ახალ პედაგოგს. წამობრძანდით, თუ შეიძლება. მოდი ახლა ჩვენ თვალი ვადევნოთ რეპეტიციას, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საყურადღებოა თუ როგორ ვარჯიშობენ, როგორ ავარჯიშებს ასევე ლუკა მასწავლებელი ბავშვებს. ისიც რომ ყოველთვის მშობლებიც კი იჭყიტებიან ხოლმე რეპეტიციის მსვლელობის დროს. დღეს ახლა ისინი ესწრებიან რეპეტიციას, მაგრამ ზოგადად ეს ყოველთვის საინტერესოა რეპეტიციის ყურება და თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ ეს ყველაფერი უკვე თამამად. შემოვძანდით, მოდი ნახოთ. გამარჯობათ. მე ვარ ლუკა ლაგაზაშვილი, ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემიის ქორეოგრაფი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საპატრიარქოს სკოლაში, რომლის ადგილმდებარეობა ვაჟა-ფშაველას 51 ნომერი. ჩვენ ვიწყებთ ახალი ჯგუფების შექმნას მარტიდან, ასაკი შეზღუდული არ არის. გთხოვთ დარეგისტრირდეთ Facebook ჯგუფში. მოკლედ სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, დარჩით ხაზზე, ადევნეთ თვალყური ჩვენს Facebook webგვერდს. და სულ მალე დაანონსდება ჩვენი სიახლეები საპატრიარქოს სკოლაში. გელოდებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად იყავით.